დილამშვიდობის მოგესალმებით მეგობრებო. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩვენ მეორე ასეთი მაღალი სტანდარტის მრავალპროფილიან კლინიკას ხსნით, რაც კიდევ ერთხელ არის ნათელი დასტური იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს სწორ და შედეგებზე ორიენტირებულ პოლიტიკას ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. ადამიანი და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველთვის იყო და მუდამ იქნება ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი პრიორიტეტი და მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შემოღებამ გამოიწვია ის, რომ ეს სფერო გახდა საინვესტიციო თვალსაზრისით ასეთი საინტერესო. მე მიხარია, რომ თბილისში, ისევე როგორც საქართველოს რეგიონებში, კერძო სექტორი ანვითარებს მსგავს კლინიკებს და ამასთან ერთად ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ჩვენ გვაქვს პოტენციალი ჩამოყალიბდეთ რეგიონალურ ცენტრად სამედიცინო სერვისების მიწოდების თვალსაზრისით. ბუნებრივია, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა, ჩვენი მოქალაქეებისთვის მაღალი ჯანმრთელობის დაცვის სერვისების მიწოდება, მაგრამ ამასთან ერთად მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ პრიორიტეტი მომავალ წლებში იქნება, რომ საქართველოს შეძლოს და მეტი სერვისი მიაწოდოს ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს. ჩვენი შეფასებით, მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ საქართველოში უნდა შევქმნათ პოტენციალი, რომ 9 მილიარდიანი ახალი სექტორი შეიქმნას სამედიცინო სერვისების ექსპორტის თვალსაზრისით. მე მინდა მადლობა გადაუხადო ინვესტორებს, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ინვესტიცია იქნება ძალიან წარმატებული. დღეს ჩვენ ხსნით ობიექტს, რომელშიც ინვესტირებულია 40 მილიონ ლარზე მეტი. ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ ინვესტორებს სწამთ საქართველოში ეკონომიკური ზრდის, სწამთ იმ პოლიტიკის, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება. ჩემთვის ბუნებრივია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს ახალგაზრდა სპეციალისტებს, ახალგაზრდა ექიმებს ექნებათ საშუალება ამავე დროს გაიარონ პრაქტიკა ასეთ მაღალი დონის კლინიკაში. კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის რეალიზაციაში და გისურვოთ წარმატებები. მადლობა.